მინდა მოგესალმოთ ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები თვითმმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებს, მინდა მივესალმო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს საქართველოში და ყველას ერთად ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად კიდევ ერთ კარგ და ძალიან მაგარ ინფრასტრუქტურულ პროექტს ხსნით, ეხლა ამჯერად უკვე სამეგრელოში, ზუგდიდში და ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ვთხოვო ტრიბუნასთან. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, მივესალმები ვიცე-პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც არის ამ რეგიონის სამეგრელოს მთავარი ლობისტი საქართველოს მთავრობაში. მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, სახელმწიფო რწმუნებულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები აზიის განვითარების ბანკის მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბირმან-ლამს. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ზუგდიდელებო, მადვიცემულო სტუმრებო, ყველას მოგესალმებით და ყველას გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი სპორტული კომპლექსის გახსნას. დღეს ჩვენ ზუგდიდში ხსნით სპორტულ კომპლექსს, რაც ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას ზუგდიდისთვის, ამ რეგიონისთვის და რაც თავარია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელომ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა, მონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე ამ კუთხის შვილებმა ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. სპორტი არის უნივერსალური ენა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან, ჩვენი ვალია ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პოტენციალი და პირობები შევქმნათ. ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ თანამედროვე ევროპული დონის სივრცეში ნებისმიერი ასაკის ადამიანს, პროფესიონალ სპორტსმენს თუ მოყვარულს შეიძლება ივარჯიშოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. დიდი და მცირე საცურეო აუზები, რომლებიც წყალბურთის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფიტნესის და ძალოსნობის დარბაზები, ეს ყველაფერი ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს საერთო ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სპორტ კომპლექსი იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. სპორტ კომპლექსის გვერდით ასევე აშენდება კალათბურთის დარბაზი, პადელის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება. მასობრივი თუ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ჩვენი საამაყო სპორტსმენების სათანადოდ დაფასება არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი, რომელიც არის მუდმივად მზარდი. ჩვენ შექმნით, როგორც მოგეხსენებათ, ცალკე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და აქტიურად ზრუნავთ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ერთიანი პროგრამა, რომლის საფუძველზეც ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები, 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში გვინდა ასეთი სპორტული მულტიფუნქციური კომპლექსის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი უზრუნველყოფს როგორც მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას. და კიდევ ერთხელ ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ სპორტის განვითარება ნიშნავს არა მარტო სპორტულ მიღწევებს, არამედ ეს ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, უფრო ჯანმრთელ მომავალ თაობებს და შესაბამისად მომავალშიც ეს ყველაფერი იქნება ბუნებრივია ჩვენი პრიორიტეტი. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მიღწევები, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სპორტის სფეროში. გასულ წელს საერთაშორისო ასპარესზე ქართულმა სპორტსმენებმა მოიგეს 1259 საერთაშორისო მედალი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ვართ ნიჭიერი ხალხი სპორტის თვალსაზრისით და ეს რეგიონი გამოირჩევა სპორტული ნიჭით და ტალანტით და მას შეიძლება, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა. ჩვენ საქართველოს უნდა ვაქციოთ ახალ ხორვატიად. საქართველოს დღეს არის პატარა ქვეყანა დიდი სპორტული მიღწევებით და საქართველოს უნდა იქცეს პატარა ქვეყანად უმაღლესი სპორტული მიღწევებით, მათ შორის სპორტის გუნდურ სახეობებშიც და მას შეიძლება, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ხედვა, ამას შეიძლება ინვესტიციები და ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა ბუნებრივია უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. ინვესტიცია სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში
ამავე დროს, რა თქმა უნდა, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს ინვესტიციას ასევე ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან პროექტის განხორციელებაში. მადლობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად ბატონ რევაზ სოხაძეს, მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული სპორტ კომპლექსის მშენებლობაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც არის ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან საიმედო პარტნიორი. კიდევ ერთხელ მადლობა აზიის განვითარების ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის. მე მჯერა რომ ზუგდიდის ახალი სპორტ კომპლექსი ხელშეუწყობს ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ზოგადად სპორტის განვითარებას, მრავალი ახალი ჩემპიონის აღზრდას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სპორტ კომპლექსის გახსნა და მინდა მშვიდობა და წინსვლა უსურვო ჩვენს ქვეყანას, ერთგვაროვდეს ჩვენს ქვეყანას. მადლობა. მეც მინდა ორიოდე სიტყვით მოგმართოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენთვის დღეს დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კომპლექსის გახსნა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ქვეყნის სიძლიერის გამსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს რეგიონების და ქალაქების დაბებისა და სოფლების თანაბარი განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სერვისი, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის. ბოლო წლებში მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით. აშენდა და შენდება სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეგიონებში ცხოვრების ხარისხი და ზოგადად მდგომარეობა. საქართველოს მთავრობის დავალებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აქტიურად დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაზე მუშაობა. პროგრამის ფარგლებში უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით. სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება ამ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების 40-მდე საფეხბურთო, სარაგბო, მოედანი და სავარჯიშო კომპლექსი აშენდება, რაც დღევანდელ გაჯეტების ეპოქაში 10,000-ობით ბავშვს საშუალებას მისცემს თანამედროვე ბაზებსა და მოედნებზე ივარჯიშონ და ითამაშონ. იმედია, თითოეული ეს გადადგმული ნაბიჯი უმოკლეს ვადებში გამოიღებს შედეგებს და კიდევ უფრო ბევრი მოზარდი დაიწყებს აქტიურ სპორტულ ცხოვრებას და რაც ყველას ალბათ ყველას დიდი იმედი და мотиваცია არის, კიდევ უფრო ბევრი ხვიჩა კვარაცხელია ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ასევე მიმდინარეობს მულტიფუნქციური ცენტრების დაპროექტება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში, როგორც უკვე პრემიერმა აღნიშნა. მომავალ წელს კი უკვე აქტიურად გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე. იცით, რომ ხელისუფლების ძალისხმევით მაქსიმალურად გამკაცრდა ნარკოპოლიტიკა, ამ ფონზე სპორტული და კულტურული მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა არის მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრული და სიღრმისეული გააზრება და დამანგრეველ ცენტრ ბრძოლის კომპლექსური კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კანონის გამკაცრებასთან და მიდგომის გამკაცრებასთან ერთად, რაც ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად შრომობს ერთი დიდი იდეისთვის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისათვის, რასაც არ უნდა ვაშენებდეთ დღეს ეს ყველაფერი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი არის. დღეს ზუგდიდში ხსნით თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსს. ეს კომპლექსი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც ვფიქრობ ასევე მნიშვნელოვანია. და ზოგადად რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ უბრალოდ მგონია ვალდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა არის მთავრობის და ზოგადად ჩვენი ხელისუფლების. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისათვის, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. უერთდები პრემიერის სამადლობელო სიტყვებს აზიის განვითარების ფონდის მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ თქვენი დახმარებით და ხელშეწყობით. ეხლა კიდევ მინდა სიტყვა ვთხოვო ბატონ შალვა გოგოლაძეს, სპორტის მინისტრს.
მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ძვირფასო ზუგდიდებო. გილოცავთ თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტ კომპლექსის ოფიციალურ გახსნას. სპორტ კომპლექსის, რომელიც ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადამიანს მოემსახურება 7 სპორტის სახეობაში. ბოლო წლების განმავლობაში თქვენ ხედავთ თუ როგორი წარმატებით ასპარეზობენ ქართული სპორტსმენები ევროპის მსოფლიო თუ ოლიმპიურ თამაშებზე. თითოეული მათი მოგება როგორი ემოციურია და გასახარებელია თითოეული ქართველისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭერებით სავსე ზუგდიდში ეს სპორტ კომპლექსი აღუზრდის მრავალ ევროპის მსოფლიო თუ ოლიმპიურ ჩემპიონებს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ირაკლის დიდი მადლობა გადაუხადო იმ ინიციატივისთვის, რომელიც ითვალისწინებს მთელ საქართველოში თითოეულ მუნიციპალიტეტში ანალოგიური სპორტული კომპლექსების მშენებლობას, რომელიც რა თქმა უნდა ხელმისაწვდომს გახდის თითოეულ ქართველისთვის სპორტში ჩართულობას და საქართველოს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება მასობრივი სპორტის კუთხით. დიდი მადლობა კიდევ ასეთი ლამაზი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ბატონ რეზის თქვენ თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში არაერთი სპორტული კომპლექსის გახსნას ვიზეიმ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმატება და გამარჯვება ჩვენ ლამაზ სამშობლოს. კიდევ ერთხელ მადლობა. ეხლა მინდა სიტყვა ვთხოვო ქალბატონ ლესლის აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მინისტრების მოადგილეებო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად აღნიშნავ და ვზეიმობ აი ამ ნამდვილად შთამბეჭდავი სპორტული კომპლექსის გახსნას ზუგდიდში. ჩვენ ერთად უკვე ბევრი მონაკვეთი გვაქვს გახსნილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსულ მაგისტრალზე. ეს კი მრავალთაგან ის ერთ-ერთი ობიექტია, სადაც ამ გზას მივყავართ. აზიის განვითარების ბანკს ძალიან უყვარს და უხარია საქართველოს დიდი და პატარა ქალაქების მხარდაჭერა, რომ მდგრადი და ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს მის მოქალაქეებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის, განათლების და ჯანმრთელობის სერვისებზე ჰქონდეს ხელმისაწვდომი წვდომა. ჩვენ მხარს უჭერთ სხვადასხვა სპორტული კომპლექსების განვითარებას, საგანმანათლებლო ცენტრების გახსნას საქართველოში. ეს უკვე მესამე სპორტული ობიექტია საქართველოში, რომელსაც ერთად ხსნით ქუთაისის და რუსთავის სპორტული კომპლექსების შემდეგ. და ძალიან გვიხარია, რომ ეს საქართველოს შესანიშნავ მომავალს შეუწყობს ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ბევრი ბაღი გვაქვს აშენებული ამ მუნიციპალიტეტში და გვაქვს პატივი რომ მულტიმედია ბიბლიოთეკა გაგვეხსნა ზუგდიდში. ჩვენ ვაძლიერებთ სხეულსა და გონებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისაც, რომ ძვირფასი თაობები შევქმნათ საქართველოში. აზიის განვითარების ბანკის სახელით გილოცავთ ზუგდიდის მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალურ განვითარების ფონდს და მადლობას გიხდით შესანიშნავი პარტნიორობისთვის. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის წარმატებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ერთად მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და მოუთმენლად ველით თქვენთან საომავლო თანამშრომლობას საერთო მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზანებისათვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ამას როგორც დავალებას ისე მივიღებთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება უკვე დაპროექტება შემდგომი სპორტული ინფრასტრუქტურის, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ზუგდიდელებთან ერთად იმ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის გახსნასაც ვიზეიმებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის ყველას. ერთ უსაყვარლეს თამაშთაგანს ქართველ ახალგაზრდობისთვის შეადგენდა ცხენოსნობა, ანუ ჯირითობა. ტაძრის დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ განთქმული მოჭიდავენი. ხალხს უყვარს სალითა და სიმართლით განთქმული ფალავანი. ვერის ხიდის გაღმით გადაშლილია მინდორის საბურთალო. ადრე აქ იმართებოდა ბურთაობა.
რომელსაც ჰქონდა ხასიათი მხედრული ვარჯიშობისა. თბილისში ცურვის შესასწავლად კურსები გაიხსნა, რისთვისაც საკმაოდ დიდი აუზიც გაკეთდა. ცურვის შესწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. საქართველოში სპორტი მხოლოდ გასართობი აქტივობა არც დღესაა და არც წარსულში ყოფილა. სპორტი საერთაშორისო ენაა, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო და შეგვიყვარა. ამიტომაც სპორტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება არა მხოლოდ მომავალ ჩემპიონებს, არამედ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ქმნის. საქართველოს მთავრობისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბავშვებში და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ქართული საწყლოსნო, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო, საჭიდაო და სხვა მრავალ სახეობაში სპორტული ტრადიციების ღირსეულად გასაგრძელებლად უკვე აშენდა, განახლდა და გრძელდება არაერთი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი. ახალი გეგმით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები. თბილისში კი 70,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის საფეხბურთო და სარაგბო მრავალფუნქციური სტადიონი. სპორტს შეუძლია შეცვალოს ქვეყნის აწმყო მომავალი. ამიტომ დღეს ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ჩემპიონების ქვეყნის უკეთეს მომავალს.